რაც ამ დღეების განმავლობაში თვალნათლივ გამოჩნდა არის ის, რომ ის ძალადობა და რეპრესიები, რომელიც ადრე იყო ფრაგმენტული, ეხლა გახდა ძალიან ხილული. თუ ადრე იყო სლოგანი ქართული კინო საფრთხეშია, ქართული თეატრი საფრთხეში და ასე შემდეგ, ახლა მივიდა იქამდე, რომ ყველა ერთად ვამბობთ, რომ საქართველოს საფრთხეშია, იმიტომ რომ ჩვენ უკვე აღარ გვაქვს ინსტიტუციები, ეს არ გავს სახელმწიფოს, რომელიც თვითმყოფადია, სუვერენულია, იმიტომ რომ აქ ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები, არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს პოლიცია, რომელიც უნდა გვიცავდეს და ხალხს იმის მაგივრად, რომ პოლიციისგან ხალხს ჰქონდა ესე ვთქვათ მოლოდინი, რომ დაიცავდა, უცებ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვნახეთ არა მარტო ძალადობა სტრუქტურის მხრიდან, არამედ კონკრეტულად პოლიციების მხრიდან ფაქტიურად შეიძლება ითქვას უუნარობა და თვალის დახუჭვა ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვხედავდით, თუნდაც აი მსახიობებს როგორ უსწორდებოდნენ და ამაზე რეაგირება არ იყო. ჟურნალისტებს როგორ უსწორდებოდნენ და ამაზე რეაგირება არ იყო. რეალურად დღეს რა მდგომარეობაშიც ვართ ჩვენ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დივერსია სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს არის სახელმწიფოს გაუქმება მისი სუვერენიტეტის და ქართული საზოგადოება ამხედრებულია ამის წინააღმდეგ და უნდათ რომ დაასრულონ ეს გავეშებული ბოროტება, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაუშვა თავის მოქალაქეების მიმართ და რა თქმა უნდა მოთხოვნა, აგერ ყველა შეთანხმებულია მაგაზე, არა მარტო დღეს, ზოგადად ქართული საზოგადოება, მოთხოვნა არის უკანონო პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები. იმიტომ რომ არჩევნებიდან თვენახევარის არ არის გასული და ჩვენ უამრავი ადამიანი ვიხილეთ, თუნდაც მათი მხარდაჭერი ქართული ოცნების, რომელიც ქართული ოცნების ძალადობას გმობს და დღეს ისინი არ პოზიციონირებენ როგორც ქართული ოცნების ამომრჩევლები. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ თავისთავად რომ უკვე დგას მათი ლეგიტიმაცია, ეს არ არის მხოლოდ რაღაცა გადახვეული ამბავი, თვენახევრის წინადელი, დღეს რეალურად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ქართველი ხალხის მხრიდან რაც მთავარია, მათი ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და თუ გვინდა რომ სამართლიანობა აღდგეს, აუცილებელია ხელახალი არჩევნები და აუცილებელია რომ სასამართლომ გაანთავისუფლოს ის ადამიანები, რომლებიც არიან უკანონოდ დაპატიმრებული ამ დღეების განმავლობაში, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ 500-ზე მეტი დაკავებული ადამიანი, ნაცემი, შეურაცხყოფილი და ვნახეთ ისიც, რომ არც ერთი უწყების წარმომადგენელი არ არის დაკავებული. ანუ 0.